მოვდიოდი, ესე იგი ესეთი ნიუსი რაღაც საიტზე ნახე, ესე იგი TikTok-ზე ქურდული სამყაროს მიმართ უარყოფითი კომენტარისთვის არასრულწლოვანი სემესო 15-მდე პირმაო ფიზიკურად გაუსწორდაო. აი ხა ბოლო ერთი კვირის კრიმინალური ქრონიკა 18 წლის ბიჭი ბარში სასტიკად მოკლეს TV იმედის თანამშრომელი რო ამბობდი რომ რაღაცას ვერ გაუძლო ის მართლა ნაძირალა ხალხი დილას რა ვნახე მე მართლა მეგონა რომ ამ ადამიანს რაღაცა ებრძოდა დაავადებას და არ ვიცოდი ებრძოდა დაავადებას და ნუ ხა ალბათ ჯანმრთელობა არ შეუწყო ხელი არა და გამოიყვანა რამდენიმე ადამიანმა სასტიკად სემეს ტვინის შეშუპება და ადამიანმა ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა მიწაში ჩადეს ეს მესამე ვაგზალზე შუახნის ადამიანს ყელი გამოჭრეს დღისით ბზისით აგერ ნოდარ მელაძეს ჰქონდა სიუჟეტი გედედეს ორი თანამშრომელი სავარაუდოდ მონაწილეობდა 26 წლის ბიჭის ცემით კვლელობაში ცემამდე აგერ დღეს იყო სპორტსმენი ბიჭი კიდე ინგა რაზე ვლაპარაკობთ კვლელობა ყაჩაღობა ქურდობა კორუფცია ფულის მოპარვა და ამათი დღისასრიგი წოლუკიანმა დაიბარა ის და არ მივიდა და ეხლა